2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს 7 მილიარდ 530 მილიონ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვები 404 მილიონ 600 დოლარით გაიზარდა და გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებით. მიმდინარე შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 118.7% შეადგენს. სების ცნობით, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2 მილიარდ 78 მილიონი დოლარი შეადგინა. 2026 წლის ივნისში სებმა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა, შედეგად ივლისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 9.5% მილიარდ 14 მილიონ დოლარს შეადგენს. 2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე 7.53 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 50%-ით აღემატება, ხოლო თვიულ ჭრილში და 404.6 მილიონი დოლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყოველთვის არის მიმართული რეზერვების დაგროვებისკენ, რადგან სწორედ რეზერვები წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტორს. შესაბამისად, როდესაც სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი მდგომარეობა საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის ავსებს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვს. აღნიშნული დის ფონზე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი, კერძოდ საქართველოს საერთაშორისო რეზერვი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის დონის 118.7% შეადგენს. ენგურჰესის აგრეგატები გამართულია სისტემის დაშლის მიზეზი ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკაშია. ამის შესახებ ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუ აცხადებს. მისი თქმით, ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ პრობლემა არა უშუალოდ ჰესის აგრეგატებს, არამედ სისტემურ ავტომატიკას უკავშირდება. გია ხუბუას თქმით, გავრცელებული ეჭვები ენგურჰესის აგრეგატების შესაძლო გაუმართლობასთან დაკავშირებით არ დადასტურდა. ტექნიკური დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჰესის ინფრასტრუქტურა გამართულად მუშაობს და ბოლო 2 წლის განმავლობაში აგრეგატის დაზიანების გამო ავარიული გაჩერება არ მომხდარა. მისივე განმარტებით, სისტემის დაშლა კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მუშაობას უკავშირდება. გია ხუბუას თქმითვე, საბოლოო დასკვნა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მონაცემები სრულად გაანალიზდება და დადგინდება, თუ რატომ ვერ უზრუნველყო ავტომატიკამ სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენ ის რაც რომ იყო თქვათ, რაღაც ეგურის აღლების რაღაცებზე, რომ არ დადასტურდეს ჩვენი რაღაცა ხო არისო იქ არისო იყო ქართლის წარმომადგენელი და დადო დასვლა რაღაცა შუაში არ არის. მე არ გულისხმობ ენგურჰესის აგრეგატებს ზარდის რეგულირების გაცნობს გულისხმობ. აგრეგატები არც ერთი დაზიანებული არ არის, მუშაობს 2 წელია ავარიულად. აი ენგურჰესის აგრეგატი რაღაც დაზიანების გამო არ გამოვწულა, არ ყოფილა ასეთი სისტემა არის ერთიანი გენერაციაც გადაცემასთან ყველაფერი და ყველაფერი ერთმანეთშია გადაგვირდა. ამიტომ საბოლოოდ იქნება ამის გაკეთება საბოლოოდ დასკვნები. სისტემის გადობის საკითხები ყველგან არის უთულესი საკითხები. მე არ გულისხმობ ტესტირებას, აი მოკლე საკითხები მოიწევს ძალიან ისეთ ყოფილა ყოველთვის მაგრამ სისტემა ამის გამო არ უნდა იშლებოდეს ავტომატიკის სისტემის სხვადასხვა ისინი უნდა არეგულირებდეს ისე რომ თვითონ არ დაიშალოს. ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გამანაწილებელ ოპერატორ ჩერნომონორენგოს გენერალური დირექტორის განცხადებით, ენგურჰესზე გაუმართავობის მიზეზი გამოვლენილია და ავტომატიკის სისტემასა და ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკაში ამ შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობა მიმდინარეობს. თემურ ჯინჯოლიას ინფორმაციით 24-25 ივლისს ელექტროენერგიის სისტემური გათიშვის შემდეგ ენგურჰესზე ჩეხი და გერმანელი სპეციალისტები მუშაობდნენ. 24-25 ივლისსა და 6 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენის სისტემური გათიშვის დროს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც, რომელიც ენგურჰესიდან მარაგდება. საქართველოში ბოლო 2 კვირაში ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიული გათიშვები უკვე მესამედ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 6 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. После двух первых обесточений. ორი მასშტაბური გათიშვის შემდეგ ენგურჰესმა ჩეხეთიდან და გერმანიიდან კონტრაქტორები მოიწვია, რომლებიც ავარიის საწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას აწესრიგებდნენ. ჩემი ინფორმაციით ისინი ატარებდნენ ტესტებს. გაუმართავობის გამოსავლენად შედეგად ამუშავდა ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკა, რის გამოც
ენგურჰესის ყველა გენერატორი ენერგოსისტემას გამოეთიშა და ელექტროენერგია გაითიშა. დღეისთვის გაუმართავობის მიზეზი გამოვლენილია ენგურჰესზე ავტომატიკის სისტემასა და ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკაში ამ შეცდომის გამოსწორების სამუშაოები დაიწყეს. ვფიქრობ, ამ მიზეზის აღმოფხრის შემდეგ ისეთ შემთხვევები ვიმედოვნებ, რომ აღარ განმეორდება. ელექტროენერგიის სისტემური გათიშვა ჩვენგან სრულიად დამოუკიდებელი გარემოებებით მოხდა, რადგან ჩერნომორენერგო ენგურჰესის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავით ვარდიაშვილის მოადგილე დიმიტრი ნადირაძე დაინიშნა. ცვლილება საჯარო რეესტრში უკვე აისახა. აქამდე ნადირაძე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო ტექნიკურ საკითხებში. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, ვანო ზარდიაშვილი კი BMG სამინისტროში ასევე უთხრეს, რომ ვარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა როდის დაინიშნა გაზის ტრანსპორტირების ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე, ან ვინ ჩაანაცვლა ხელმძღვანელის პოსტზე, ამ საკითხებზე სამინისტროში არ პასუხობდნენ. პირველ კლასელებისთვის სასკოლო ფორმები 1-14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტროს მფლობელობაში არსებული შპს საგანმანათლებლო რესურსები ავრცელებს. მათი ცნობით, სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება 3 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 25 აგვისტო, მეორე ეტაპი 15 ოქტომბერი, მესამე ეტაპი 20 ნოემბერი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია მეორე-მეექვსე კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ცნობისთვის სამინისტროს შპს საგანმანათლებლო რესურსებმა მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანია Glory Textile Industry გამოვლინდა. ტურისტული პაკეტების გაძვირების მიუხედავად ჯავშნები საკმაოდ აქტიურია. ამის შესახებ ტურისტულ კომპანია Check-in Travel-ში აცხადებენ. კომპანიის დირექტორის ლევან ოსეფაიშვილის განმარტებით, ტურების ფასები მომატებულია, თუმცა ეს მოთხოვნაზე ნეგატიურად არასახულა. მაისიდან ჯავშნების დინამიკა მზარდია და პრაქტიკულად არც ერთ რეისზე ჩავარდნა არაა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე პროცესებმა მოგზაურობა გააძვირა, თუმცა ამან მომხმარებელთა ჯავშნებზე ნაკლებად იმოქმედა. Check-in Travel-ში აცხადებენ, რომ აქტუალური და მოთხოვნადი მიმართულებები თურქეთი და საბერძნეთი მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა საკრუიზო მიმართულებით შეინიშნება. იქია მართლა გაზრდილია საკმაოდ. მაყოფილები ვართ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ესია. ძალიან მაღალ დონეზე, პრაქტიკულად არც ერთ რეისზე ჩავარდნა არ არის, მიჯავშნება და იჯავშნება თითქმის სექტემბრის ბოლომდე 100. მეზობელი ქვეყანა ბუნებრივია თურქეთი, პრაქტიკულად სავსეა და საბერძნეთი, ჩარტერია ესეც კრეტას მიმართულებით და ეს ქვეყნები ყოველთვის ტრადიციულად ძალიან მოთხოვნადია და ასევე ჩვენი მიმართულება კიდევ ერთი ყველაზე მეტი 2026 წელს ძალიან გაზრდილია წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად 80%-ით ეს არის კრუიზები. რაც შეეხება შემომყვან ტურიზმს, კომპანია ტურები და ბილეთების დამფუძნებელი გერმანე ჭელიძე აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე წინა წლებში მოთხოვნა უფრო მაღალი იყო. წელს კი ერთდღიან ტურებზე მოთხოვნა საშუალოდ 30%-ითაა შემცირებული. როგორც მან ტენდენციებზე საუბრისას BMG-სთან აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიურად აისახა, ასევე კლება რუსი ტურისტების ნაწილშიც. მისი განმარტებით, City Sightseeing-ის ავტობუსებში ყველაზე მოთხოვნადი ენა ინგლისურია, მეორე რუსული, შემდეგ კი არაბული და ივრითი. თუმცა შემცირებული მოთხოვნის ფონზე კომპანიამ ავტოპარკის გაფართოების გეგმა გადადო. ამჟამად კომპანიას 4 ორსართულიანი და 10 რეგიონალური ავტობუსი ჰყავს. საწავის გაძვირების მიუხედავად კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთან ფასები არ შეცვლილა. წელს მე ვფიქრობ, რომ ნაკლებია, ვიდრე შარშანი იყო ალბათ იმ კრიზისებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ რეგიონში არის. იცით, რომ უკრაინა-რუსეთის ეს ირანის ამბები ძალიან შეგვეთხო, იმიტომ რომ აი დუბაის მხარე არ ეხა უფრო საუდი გააქტიურდა, საუდის არაბეთი, მაგრამ დუბაის მხარე მოიკლო ცოტა. ნუ აი ეს ისენია რა, ჩვენ ძალიან სენსიტიურია ჩვენი ტურისტული თქვათ დარგი და ამიტომ ძალიან შეგვეთხო ეს რა. და წელს აშკარად დაკლებულია, ანუ ტურისტების რაოდენობა. ვიყავი წასული ქარხანაში რომ დაგვემატებინა, მაგრამ აი ამ კრიზისის გამო რაც დაიწყო ირანის კრიზისი რომ ეძახით, შევაჩერეთ რა, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ჯერ სანამ არ გადაწყდება რაღაცეები და უფრო მეტად არ წამოა ეს ბაზარი ჩვენსკენ და არ შეისწრება ტურიზმის ნაკადი, ვფიქრობთ, რომ ჯერ დიდი ინვესტიცია ალბათ მილიონებზე იყო საუბარი და შევიკავეთ თავი ამ ეტაპზე. სანამ არ დარეგულირდება და სტაბილურდება ეს ყველაფერი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაბა აბასთუმანში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია, ხოლო გარკვეული პროექტების დასრულება 2027-2028 წლებში იგეგმება. როგორც BMG-ისთვის უწყების მიერ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, აბასთუმნის შემოვლითი საავტომობილო გზის საგზაო სამუშაოების ჯამური ღირებულება 114.607.000 ლარია, საიდანაც ამ ეტაპზე ათვისებულია 75.284.000 ლარი. სამინისტროს ცნობით აბასთუმნის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის საგზაო სამუშაოების დასრულება 2027 წლის ბოლოსაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის შემოვლითი 16 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო და როგორც მაშინდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებდა, პროექტი 2023 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. ამასთან სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაბის შინა მონაკვეთებზეც იგეგმება. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ იგეგმება 70-მდე შენობა ნაგებობის სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახალი რეკრეაციული გასართობი პარკის მშენებლობა. BMG-ის მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილი მოიცავდა კითხვას უშუალოდ კურორტ აბასთუმნის საბოლოო გახსნის სავარაუდო თარიღის შესახებაც, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებულ პასუხში აღნიშნულ კითხვაზე კონკრეტული განმარტება წარმოდგენილი არაა. 5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარის ორივე ფენა. დასრულებულია სამი სახი და გადასასვლელის მშენებლობა, მოწყობილია წყალგამტარი მილები, მიწის სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია. გაყვანილია 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომლის სამუშაოებიც ჯერ სრულად არ განხორციელებულა. აბასთუმნის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის საგზაო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2027 წლის ბოლოს. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ასევე აღნიშნული სტატუსის არ მქონე ჯამში დაახლოებით 70-მდე შენობა ნაგებობის არესტავრაციო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე დამატებით იგეგმება როშა პარკის გაგრძელება და ახალი რეკრეაციული გასართობი მრავალფუნქციური პარკის მშენებლობა. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია 2 წელი. 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოდან 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია ექსპორტირებული, რაც 14%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 969 მილიონი დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. სამინისტროს ცნობით 7 თვეში ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენს ყურძნის ნატურალური ღვინოები 153.2 მილიონი დოლარი, სპირტიანი სასმელები 138.2 მილიონი დოლარი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 129 მილიონი დოლარი, მინერალური და მტკნარი წყლები 115.9 მილიონი დოლარი, კაკლოვანი ხილი, ძირითადად თხილი 78.4 მილიონი დოლარი, მოცვი 62.9 მილიონი დოლარი. აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, უზბეკეთი და სხვა. საქართველოში თხილის აღების სეზონი დაიწყო, თუმცა როგორც მწარმოებლები და ექსპორტიორები ამბობენ, წელს შარშანდელევით მაღალი ფასი არ იქნება. მიზეზი თურქეთია, რომელიც საქართველოში თხილის ფასს განსაზღვრავს. წელს თურქეთში გაზრდილ მოსავალს ელიან, ეს კი ქართულ თხილზე მოთხოვნას და შესაბამისად ფასს ამცირებს. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა ამბობს, რომ წელს შარშანდელთან შედარებით 5-7%-ით მეტ მოსავალს ელოდებიან. მისივე თქმით, ფასის ფორმირება სავარაუდოდ 10 აგვისტოს დაიწყება, მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობა ფასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მერაბ ჭითანავას განცხადებითვე, კვლავ პრობლემად რჩება აზიური ფაროსანა და თხილის ხმობა, რომელმაც ზაფხულში საგრძელობად იმატა. შესაბამისად, ასოციაცია ფერმერებს მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მოსავლის სწორად დაბინავებას, რადგან პროდუქციის საბოლოო ხარისხი სწორედ აგვისტოში მის დროულ შრობასა და საწყობებში განთავსებაზეა დამოკიდებული. შარშანდელთან შედარებით უკეთესი სურათი გვაქვს და თუ ესე გაგრძელდა ამინდების კუთხით დაახლოებით 5-7% უფრო მეტი იქნება მოსავლის რაოდენობა. რაც შეეხება ფასის ფორმირება მოსალოდნელია სადღაც 10 აგვისტოსკენ ველოდებით, ესე იგი მომავალი კვირის დასაწყისში ალბათ თურქეთის მთავრობის განცხადებას ფასთან დაკავშირებით და უკვე ამაზე დაყრდნობით მოხდება საქართველოში ასე ვთქვათ ფასების ფორმირება. ამ მომენტისათვის სამეგრელოში სველი თხილი იყიდება 3 ლარ ნახევრად, მაგრამ ეს არის მოკრეფილი თხილი შედარებით დაბალი ხარისხის, რომელიც გამოიყენება აი მოსავლის აღების ხარჯების დასაფარად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილესთან ერთად გურჯაანის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თავშესაფარი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ემსახურება. პროგრამის ფარგლებში თავშესაფარში შეყვანილ მიუსაფარ ძაღლებს უტარდება სტერილიზაცია, კასტრაცია, იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და დიაგნოსტიკური კვლევები. უწყების ცნობით პროგრამა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ითვალისწინებს როგორც თავშესაფრების ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ისე სააველი ჯგუფების შესაბამისი სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ხარისხის კონტროლი, ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, როგორც საველე პირობებში, ასევე საოპერაციო პირობებში. ამ მიმართულებით ჩვენ გეგმავთ როგორც შიდა ტრენინგებს, ასევე სხვადასხვა თავშესაფრებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობის კუთხით, როგორც ტრენინგების, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის. ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა არის ჰუმანური გზით ცხოველთა რაოდენობის მართვა და რაც მთავარია, როგორც ფოკუსირებულია როგორც მიუსაფარ ცხოველებზე, ასევე პატრონიან ცხოველებზე.